გიფიქრია ოდესმე იმაზე, რატომ თეთრდება ჩვენი თმა. თუ არა, ძალიან კარგი, რადგან ამ ვიდეოში სწორედ ამაზე მოგიყვები, რა იწვევს ჩვენი თმის ფერის ამგვარ ცვლილებას. ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ასაკის თამდევია, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ახალგაზრდა ასაკშივე უთეთრდება თმები. აი ამ ყველაფერზე ამ ვიდეოში გესაუბრები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენი თმის ფერს განსაზღვრავს უმცირესი უჯრედები ჩვენივე თმის ძირში, რომელთაც მელანოციტები ჰქვიათ. აი მაგალითად, ყავისფერი და შავი თმების შემთხვევაში ეს მელანოციტები ასინთეზებენ ეუმელანინს, ხოლო ქერა ან მოწითალო თმების შემთხვევაში ფეომელანინს. თმის ღერის ზრდასთან ერთად ეს პიგმენტები თმის ღერში ჩაშენდება და ის იღებს ფერს. ახლა კი უმნიშვნელოვანესი რა ხდება ასაკის მატებასთან ერთად. ეს უჯრედები მელანოციტები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ახლდებიან. ასაკთან ერთად კი მელანოციტების გამრავლება და განახლება მცირდება. ამასთან დროთა განმავლობაში სტრესისა და სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების შედეგად წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის მაგალითად ჟანგბადის რადიკალები, რომლებიც აზიანებენ როგორც მელანოციტებს, ასევე მათ უნარს, რომ წარმოქმნან ეს ეუმელანინი ან ფეომელანინი. და რაც თავარია, გენეტიკური ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს. კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში გენეტიკურად უბრალოდ ისინი წინასწარგანწყობილნი არიან, რომ ახალგაზრდა ასაკშივე მამ მსგავსი ცვლილება განიცადოს. თქვენ წარმოიდგინეთ კონკრეტული ვიტამინების დეფიციტმაც კი შეიძლება ხელი შეუწყოს თმების უფრო სწრაფად გაჭაღარავებას, მაგალითად როგორიც არის რკინა. B12, D ვიტამინი, თუმცა რა თქმა უნდა თმების გაჭაღარავება არ არის საფუძველი იმისა, რომ ეს ვიტამინები მივიღოთ. ეს ყველაფერი გამოკვლევის შედეგად დადასტურებული ვიტამინების ნაკლებობის შედეგად უნდა მივიღოთ. მოკლედ ყველა ამ ფაქტორის კომბინაციით ჩვენი თმა თეთრდება, თუმცა ადამიანი, როდესაც ასეთ ცვლილებებს თავდაჯერებით უდგება, ეს ცვლილებაც თავისებურ ბუნებრივ სილამაზეს ატარებს. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დალაიქეთ, გამოიწერე და გაუზიარე მეგობრებს, ამით ამ არხის განვითარებას დაეხმარები.